თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდ ოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. თბილისელობა ლამის თანამდებობა გახდა. მე მგონი მალე ეგრეთ წოდებულ სივიში შეიტანენ. ხო აბარა, თბილისი იყო ურთიერთობა. მე დაჭრილი ვარ როგორც ხოხობი და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი. ნუ დაუჯერებთ ზღაპრად მოყოლს, მაგრამ სიმღერა არის ნამდვილი. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე, გამარჯობა. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ტალღაზე FM 107.9. ერთი ჩემი ძველი ნაცნობი ცოცხალია თუ არა მემორიალური დაფა უკვე გამოკრული აქვს. თან წარწერით. ამადა ამ წლიდან, ამადა ამ წლამდე მე ვიყავი თბილისელი. არ გამიკვირდება ზოგიერთი CV ასე იკითხებოდეს. 1992 წლიდან დღემდე თბილისელი. სასწაული გვჭირს. თბილისში ცხოვრება თავისთავად ცუდი არ არის და არც კანონმდებლობა გძალავს. საქართველოს კონსტიტუციაში შავით თეთრს წერია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება დროებითან სამუდამოდ დატოვოს თავისი საცხოვრებელი და ასევე ნებისმიერ დროს დაბრუნდეს თავის ისტორიულ სამშობლოში. მაგრამ ეს იმას ვერ ნიშნავს, რომ შენ რაიმე პრივილეგია გაქვს დედაქალაქში მიგრაციის გამო. მე თბილისში ვცხოვრობ, განაცხადებს ზოგი შიდა მიგრანტი და თავი ისე უჭირავს, თითქოს ამერიკის პრეზიდენტი იყოს, 2 მილიონი ჯარი ყავდეს და 200 მილიონი კაცი უჭერდეს კიდე მხარს. დღეს საქართველოში ყოველ მესამე მოქალაქე თბილისელია. ქუთაისელი კი ყოველი მეათე, აი ყაზბეგელი კი ყოველი მე-900. აქედან დასკვნა, თბილისელობას რა უნდა? თბილისელი ყველა შეიძლება გახდეს. აი ქუთაისელობა კი უფრო იშვიათი მისაღწევია. ყაზბეგელობა კი საერთოდ უძნელესი. ასე რომ უფრო უნიკალურია და საამაყო სათქმელი იყო ყაზბეგელი, ვიდრე თბილისელი. რადგან თბილისელია ყველა, მთელი საქართველო. მოკლედ ეს ჩემი რადიო ბლოგი ეძღვნება იმას, ვისაც თბილისელობა პრივილეგია ჰქონია. თუ ხარ თბილისელი იყავი და მოკლედ ნურავის ამადლი ამას. თავარია რას გაუკეთებ შენს ქვეყანას. თავარია როგორი მოქალაქე იქნები. მადლობა ღმერთს რომ თბილისელი ვარ, ცოცხალიცა და მკვდარიც შენი ვარ, შენთვის მღერი ვარ. გახსოვთ ალბათ ჭეშმარიტი თბილისელის სოსო პავლიაშვილის სიმღერა. მართალია იგივე სოსომ ასევე გულანთებული უმღერა მოსკოვს, მოგვიანებით თბილისიც დაივიწყა და პუტის ერთ ადგილზე აკოცა, მაგრამ მე რა, ხომ ძირძველი თბილისელია. შემთხვევითი მსმენელი იფიქრებს რომ სნობი ვარ, გაღიზიანებული სნობი. სულ რომ ქუთაისელი მანჩო გიორგობიანი დამიძახონ, სათქმელს მაინც ვიტყვი. 400 წელი იყო თბილისი არაბთა ბატონობის ქვეშ, მთელი 4 საუკუნე. ყველაზე დიდი ქართველი მეფე დავით მეოთხე აღმაშენებელი, როცა ქუთაისში გამეფთა თქვა რომ გვირგვინს თბილისში დავით გამო. ოღონდ ჯერ თბილისიდან არაბებს გავყრიო. ასეც მოიქცა. რამეს კი არ გამადლით. მე იმის თქმა მინდა რომ ქუთაისური ვიწრო სეპარატიზმი არ არსებობს. დავფიქრეთ, როცა რამეს ხელს წამოვარტყამ. თუ წამოგარტყმევინეთ, რა თქმა უნდა. აი ჩემი ერთი კლასელი, რომელთანაც 11 წელი მერხთან ერთად ვიჯექი, პეტერბურგში დაიბადა. მისი მშობლები იქ შეუვლნენ, მაშინდელ ლენინგრადში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემმა კლასელმა ზემოდან უყუროს მოსკოველებს. მე პიტერში დავიბადეო. ეს რომ ქნას, ხომ სასაცილო იქნება რა? ასეთი სასაცილოა, როცა ვინმე თავზე დამადგება და მეუბნება. მე თბილისში ვცხოვრობ. სხვათა შორის ასეთი სნობიზმი არ არის ქალაქელის სენი. ეს ძირითადად ჩასული ადამიანის თვისებაა, რომელიც ახალი ქართველი, აქ შეიძლება ვთქვათ, ახალი თბილისელი გახდა. როცა გათბილისელდა, მონაცემები მანამდეც ჰქონდა, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მოუდგა და გულანძღავს. სულ ქუთაისელს გვეძახის. არც ერთი ქუთაისელისათვის ეს შეურაცხყოფ არ არის, მაგრამ ნეტა მას რა უხარია. იმიტომ ხომ არ წამოგვაძახებს, რომ მართლა თბილისელებმა არ შეატყონ თავად ჩათრეულს. პლებეი რომ არის, ამას გადაფარვა ხომ უნდა. ასეთი ხალხის გამო გვქვია ქუთაისელი აფერისტები. სინამდვილეში ეს სტერეოტიპია, ჩვეულებრივი სტერეოტიპი. კარგ სამსახურში ან კარგ საზოგადოებაში მოხვედრილი ხარ, ეს პლებეი, რომელიც ქალაქელზე ქალაქურად იქცევა, უცებ ურეკავს ტელეფონი ქუთაისიდან, დედა ან რომელიმე ოჯახის წევრია და ეგრევე უქცევს იმერულ ქუთაისურად. იგულიმყოფი საზოგადოება შოკშია, თავად კი კომაში. ის წაასწრეს არათბილისელობაზე. აქედან გაჩნდა ეჭვი. ეს აფერისტი ხომ არ არის, ქუთაისელი აფერისტი. დიახ, ეს სტერეოტიპია, მეგობრებო, არასწორი სტერეოტიპი. ამიტომაც მუდამ ჯეროთ და ახლაც მჯერა, პროვინციალიზმი აზროვნებასა და ქცევაშია და არა გეოგრაფიაში. ამის შემდეგ ჩემს მეზობელს, აივენგო ჭუბაბრიას, რიგით მოქალაქეს, აინტერესებს და ძალიანაც აინტერესებს გაიგოს, თუ რაშია დღევანდელ ახალ ქართველთა საიდუმლო. ეპოქალურად ისიც ხომ ახალი ქართველია, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის შვილი. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე, გმადლობთ. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება.
თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.